გამარჯობათ, მე ვარ დათო გორგილაძე, ენერგოპროს თანამშრომელი, კობულეთის მომსახურების ცენტრის ოსტატი, საბუთი არ მქონდა, ასე რომ ვთქვათ, სერტიფიკატი. გავიგე მეგობრებისგან, მივედი აჭარის დასაქმების სააგენტოში, სადაც დავრეგისტრირდი, ჩავეწერე კონკურსში, გავიარე გასაუბრება, ჩავაბარე გამოცდა და ველოდები სერტიფიკატს. დღესდღეობითაც მუშაობ ენერგოპროში. მივესალმები ასეთ პროგრამებს და ვფიქრობ, რომ ხშირად უნდა ტარდებოდეს, რადგან ყველა ადამიანმა მიიღოს თავის გამოცდილებაზე კანონიერი საბუთი. მე გახლავართ გიორგი ქობულაძე, ენერგოპრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის კობულეთის მომსახურების ცენტრის მთავარი ინჟინერი. ენერგოპრო ჯორჯიაში სამსახურებრივი გამოცდილება მაქვს 2014 წლიდან. გავიგე არაფორმალური ცოდნის აღიარების შესახებ. იყო ასეთი პროექტი, რომლის შესახებაც მიმართე აჭარის დასაქმების სააგენტოს, რის შემდეგაც მომწეს გზა და მიმითითეს თუ რა გზები უნდა გამევლო იმის შესახებ, რომ ამიღო სერტიფიკატი. მაყოფილი ვარ მსგავსი პროექტების შესახებ, რომელიც უნდა ტარდებოდეს უფრო ხშირად, რათა მოხდეს ადამიანების ცოდნის განვითარება და ცოდნის აღიარება. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე გახლავართ კოჩე გოგიბერიძე, სასტუმრო მერიდიანის უსაფრთხოების დაცვისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამ სფეროში გახლავართ მიახლოებით 15-16 წელია, რაც ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი გადავდგე უსაფრთხოების მიმართულებით და დავიწყე საერთაშორისო ბრენდ რედისონბიელში, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა უსაფრთხოებისა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. მოგესალმებით, საკმაოდ დიდი მეცნიერება უსაფრთხოების განხრა მიმართულება, რომელიც ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, ეს არის შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, კვების და ასე შემდგომ. აი მიმართულებით დავიწყე განვითარება უკვე და მიახლოებით ამ სფეროში გახლავართ 2010 წლიდან. ჩვენი ბაზრის ინტერესი საკმაოდ მაღალია, დასაქმების სააგენტო მაქსიმალურად ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით, რათა დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა მიმართულების და პროფესიის მქონე ადამიანები, მაგრამ ჩემს სფეროში რაც ეხება უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, საკმაოდ სერიოზული და საინტერესო პროგრამა გქონდა, რაც გამოიხატა უბრალოდ ყოველთვის ჩემი, ასე ვთქვათ, აღიარების დიპლომირების კუთხით, რაშიც ძალიან დიდი ლომის ფლელი მიიღო დასაქმების სააგენტომ, რისთვისაც უზარმაზარ მადლობას ვუხდები. მე ვარ ელენე გეგელია, სასტუმროს სფეროში მოღვაწეობ უკვე დაახლოებით 8 წლის განმავლობაში, ამჟამად მოღვაწეობ ბერლინში. სოციალური ქსელიდან და მეგობრების წრიდან გავიგე დასაქმების სააგენტოსა და ბლექსი კოლეჯის კომუნიკაციის შესახებ. ჩემი პოზიცია არის გერმანიაში ჯგუფებისა და ღონისძიებების რეგიონალური მენეჯერის სტატუსი. რეფორმალური განათლების აღიარების კუთხით მიმართე ბლექსის, რომელსაც კომუნიკაცია აქვს დასაქმების სააგენტოსთან. შესაბამისად, მათი დიპლომი, რადგანაც აღიარებულია საერთაშორისო არეალზე, დამეხმარება სამომავლოდ ევროპის ქვეყნებში გავაგრძელო ჩემი მოღვაწეობა სასტუმროს სფეროში. თუ ხართ მზარეული და გჭირდებათ დამადასტურებელი სერტიფიკატი, შეგიძლიათ მიმართოთ აჭარის დასაქმების სააგენტოს. მე გახლავართ ხათუნა ბულაძე, ჰილტონ ბათუმის აღმასრულებელი შეფსარეული, ჩემი კარიერული სულ მოიცავს 10 წელს. ამ 10 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი გზა გავიარე იმისთვის, რომ იმეღწია ამ წარმატებისთვის და აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ დამედასტურებინა განვლილი შრომა სერტიფიკატი აჭარის დასაქმების სააგენტო დამეხმარა. მე დავადასტურე, რომ მაქვს სერტიფიკატი და ვარ სერტიფიცირებული აღმასრულებელი შეფსარეული.
გოჩა ანანიძე, ჰილტონ ბათუმის კვებისა და სასმელების განყოფილების ხელმძღვანელი. მოგახსენებთ ჰილტონ ბათუმისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება გასულ პერიოდში და გეგმოთ ასევე გავაგრძელოთ. ჰილტონ ბათუმში ხორციელდება არაფორმალური განათლების აღიარების გამოცდების ორგანიზება, სადაც უკვე არაერთი გამოცდა ჩაიბარა ჩვენმა ობიექტმა. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სასტუმრო ჰილტონ ბათუმსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს შორის დადებითად აისახება თანამშრომლების კვალიფიკაციასა და მათი კარიერულ გაზრდაში.